ძალიან გემრიელი სუნი აქვს. შოკოლადი არ გეკონათ, საშლელია. აი ესეთი გემრიელი შეფუთვების გამო ხშირად ყიდულობთ საშლელს, რომელიც არის ცუდი ხარისხი და შემდეგ გვიფუჭდება ნახატი. დღეს გასწავლით, როგორ შევარჩიოთ კარგი ხარისხის საშლელი. უყურე ვიდეოს ბოლომდე და ისწავლი, როგორი საშლელი უნდა გამოიყენო თუ პროფესიონალურად ხატავ. პირველ რიგში არ იყიდო ისეთი საშლელი, რომელსაც აქვს გემრიელი სუნი. ეს სუნი, როგორც წესი, მიგვანიშნებს პლასტიფიკატორზე. იმის გარდა, რომ ასეთი საშლელები ხშირად თხაბნის, ასევე დროთა განმავლობაში შეიძლება ამ ქიმიამ დაგიზიანოს ნახატი და გაყვითლდეს. კარგი ხარისხის საშლელს ხელს რო გადაусმევთ, უნდა იყოს გლუვი, ხავერდოვანი და თითქოს ოდნავ ფორები უნდა ქონდეს, რომლის საშუალებითაც შეიწევს გრაფიტს. ცუდი ხარისხის საშლელი არის თითქოს რეზინის ფაქტურის, არის ძალიან პრიალა და წებოვანი. ასევე წაშლის დროს მიაქციეთ ყურადღება. თუ თქვენი საშლელი კარგი ხარისხის არის, მარტივად უნდა გაუკეთდეს ესეთი მოგრძო ნაბცქვენები. თუ საშლელმა ნაბცქვენები საერთოდ არ გაიკეთა და დაიწყო ესეთი თხაფნა, ესე იგი საშლელი არის ცუდი ხარისხის. ეს არის ფორმოპლასტი. ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე. თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი საშლელი. არ არის საჭირო ამ საშლელის გამოყენება, როცა იწყებთ ხატვას, რადგან არის ძალიან ცხიმიანი და შემდეგ დაგითხაბნით ნახატს. თუ მუქი ტონები გაქვთ გამოყენებული, ესე დაადებთ ამ საშლელს ადგილებში და ამოიღებთ გრაფიტს. ასევე ძალიან საჭირო ნივთია ეს ელექტროსაშლელი, თუ პროფესიონალურად ხატავთ. კომენტარებში მომწერეთ, რომელ საშლელს იყენებთ.